მოგესალმებით, ძვირფასო ჩვენო საყვარელო მაყურებელო. დღეს ორშაბათია, 30 მარტი და ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ რუბრიკას თეატრალური ორშაბათი. დღევანდელი გადაცემა არ იქნება ორნაწილიანი ტრადიციულად, რადგან ჩვენ გვყავს იუბილარი, არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი, არაჩვეულებრივი მსახიობი ბატონი გია მარღანია, რომელსაც ზეკ 1 აპრილს შეუსრულდება 65 წელი. 1 აპრილს ჩვენ ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გავმართავთ სპექტაკლს ოტელო, რომელშიც ბატონი გია მარღანია არა მხოლოდ მონაწილეობს, არამედ ის გახლავთ სცენიური ვერსიის, ადაპტაციის ავტორი, რეჟისორი და ქორეოგრაფი. და აი ეს ვინაიდან ერთიან კონტექსტშია ამ სპექტაკლთან მიმართებაში ბატონი გიას შემოქმედება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ოტელო მიგვეძღვნა ამ საიუბილეო თარიღისთვის. თუ გადავავლებთ თვალს ქართული თეატრის ისტორიას, მე შეიძლება ვიყო მიკერძოებული, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი შემოქმედია, ჩვენ ერთად უკვე 18 წარმოდგენა განვახორციელეთ, აქედან 2 წარმოდგენას ერთად ვაწერდით ხელს, როგორც რეჟისორები და იმ წარმოდგენებშიც ბატონი გია აქტიურად იყო ჩართული ქორეოგრაფიული მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე დავყოფდი 3 ეტაპად თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიას ქორეოგრაფიის მიმართულებით. პირველ ეტაპს მივაკუთვნებდი დიდ ქართველ ქორეოგრაფს დავით მაჭავარიანს, რომელმაც პრაქტიკულად კოტე მარჯანიშვილის ეპოქიდან მოყოლებული დაიწყო პროფესიულ დონეზე დრამატული სპექტაკლების ქორეოგრაფიული გაფორმება, შემდეგ იყო ბატონი იური ზარეცკი, შესანიშნავი ქორეოგრაფი, მრავალი სხვადასხვა თეატრის სპექტაკლის ქორეოგრაფი, მათ შორის ძალიან აქტიურად მომუშავე მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მესამე ეტაპს სწორედ ბატონ გია მარღანიას მიუძღვნიდი ამ ისტორიაში, რომელიც გახლავთ სხვა მრავალ ჯილდოსთან და პრემიასთან ერთად, სადაც დომინირებს საერთაშორისო ჯილდოები, ვიდრე ადგილობრივი და ესეც ცოტა უცნაურია და ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, არის ჯილდო იური ზარეცკის სახელობის. მე მიხარია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პრაქტიკულად ქართულ თეატრში არ დარჩენილა სივრცე, სადაც არ მუშაობდით, მათ შორის, რა თქმა უნდა, თქვენი შემოქმედებით ცხოვრება დაიწყეთ ფალიაშვილის სახელობის თეატრში, საოპერო თეატრში, როგორც მოქმედი ბალეტის მსახიობი და შემდეგ უკვე აი ამ პროფესიული განათლების მიღების შემდეგ დამდგმელი რეჟისორ ქორეოგრაფის დაიწყეთ უკვე ქორეოგრაფიული საქმიანობა დრამატულ თეატრებშიც, თავისთავად მოზარდ მაყურებელთა თეატრი, მე მგონია, შეიძლება ვარ მიკერძოებული ამაში, არის რაღაცა ძალიან შინაური თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში. ნამდვილად ესეა. იმიტომ რომ ჩემი პირველი, ასე ვთქვათ, საერთოდ საქართველოში და ჩემს ბიოგრაფიაში პლასტიური სპექტაკლი მსახიობებთან მე განვახორციელე სარდაფში, რუსთაველის სარდაფში და უკვე ისეთი აი ძალიან მნიშვნელოვანი სპექტაკლი ისევ მსახიობებთან პლასტიურს უგულისხმობ განვახორციელე მოზარდ მაყურებელთა თეატრში დამოუკიდებლად, ანუ ცალკე პროექტი იყო, სადაც ანუ თან ისეთი თემა იყო ჩემთვის და ალბათ თეატრისთვისაც, იმ მსახიობებისთვისაც, რომლებიც იყვნენ მონაწილეები ამ სპექტაკლის ევანგელიონი, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი კვალი ჩემს ბიოგრაფიაში, ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაქვს თეატრში. და მე მგონია, რომ
რაღაცა ისეთი გაფართოებული თუ შეიძლება ითქვას ოჯახი შეიქმნა ევანგელიონის მონაწილეთა ოჯახი, რომელიც მერე არა ყველა, მაგრამ უმეტესი ნაწილი გადავიდა ოტელოში თუ სხვა წარმოდგენებში. რაც საკვირველია. აქ ევანგელიონი იყო ქორეოგრაფიული სპექტაკლი, თუმცა იქ სიტყვა ისმოდა სცენიდან, მაგრამ აი ჩემთვის პირადად ეს არ იყო პირველი ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ჩემთვის პირადად აი ბოლომდე გაცნობიერება იმისა, რას ნიშნავს კარგი დამდგმელი ქორეოგრაფი დრამატულ თეატრში, იყო, როცა ჩვენ ვიმუშავეთ უილიამ შექსპირის აურზაური არაფრის გამო. და მე მაშინ ვთქვი კიდეც მახსოვს ეს ბანკეტზე, რომ აქ აი ამ სპექტაკლში მე აი სიამოვნებით მივაწერდი ქორეოგრაფს თანადამდგმელ რეჟისორად მეთქი და შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩვენ ორი ასეთი სპექტაკლი განვახორციელეთ და უფრო მეტიც თუ რწყილი და ჭიანჭველაში ჩვენ რაღაცა თანაბარ პირობებში მუშაობდით და ასე შემდეგ, ოტელოში ის იდეა, როდესაც ჩემგან წამოვიდა და მე არასოდეს არ დამავიწყდება ის რაღაცა საოცარი სხივი და ნაპერწკალი, რაც შენს თვალებში გაჩნდა, მას შემდეგ პრაქტიკულად ოტელო მთლიანად აი ის კონცეფცია, ლიტერატურული ნაწილი იქნებოდა თუ სარეჟისორო ნაწილი იყო აბსოლუტურად შეძამოგნო ქორეოგრაფიული თავისთავად. იმიტომ რომ აურზაური არაფრის გამოში გარდა იმისა, რომ შენ ყოველთვის ამას ახერხებ, აი სულ გადავდივარ შენ თქვენ, მაგრამ ეს მაინც ასეა, ახერხებ მსახიობის შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყოს მისთვის რაღაცა ხელოვნური, რაღაც ასეთი, იქ მოხდა პრაქტიკულად მათთვის აი ამ პლასტიური ენით ხასიათების გახსნის პროცესი, რაც ხდებოდა აი რეპეტიციიდან რეპეტიციამდე და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეს სპექტაკლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თეატრისთვის და რამდენიმე მსახიობისთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მათი შემოქმედებით ბიოგრაფიისთვის ისინი დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ტიპის პრემიებით, ერთმა წლის საუკეთესო როლიც კი მიიღო, იქ რეზო თავართქილაძის ჯილდოები მიიღეს და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. აი მე სწორედ ეგ მინდა კითხო, რომ მე ალბათ სწორად დავსვამ ამ შეკითხვას. თქვენ თვლით თუ ეს ნამდვილად ასეა, რომ დამდგმელი ქორეოგრაფიის ფუნქცია სწორედ ეს არის. რომ ეს იყოს აი პლასტიური ნახაზის, პლასტიური იერსახის ავტორი, ან თანაავტორი და არა რაღაც ქორეოგრაფიული ნომრების დამდგმელი დრამატულ სპექტაკლში. კი, რა თქმა უნდა, ესეა, იმიტომ რომ მე ვაზროვნებ როგორც რეჟისორი, მაგრამ ანუ ჩემი გამოხატვის ენა არის პლასტიური. ამიტომ არის, რომ როდესაც ვთქვათ, სხვადასხვა რეჟისორები, მოდი ესე ვთქვათ, აი, ნუ დავაკონკრეტებთ ახლა აი ამ სპექტაკლზე. ნუ დავკონკრეტდებით, რომ რაღაცას რომ იყვებიან, ანუ თავის კონცეფციას და რაღაც, მე ვხედავ ამა თუ იმ პერსონაჟის პლასტიურ ხაზს და გამომდინარე იმ ჩანაფიქრიდან, რა ჩანაფიქრიც აქვს რეჟისორს და რა თქმა უნდა, რაც არის დრამატურგიაში. ამიტომ ჩემი ენა, თუ რეჟისორის ენა არის და მსახიობის ენა არის სიტყვა, ჩემი ენა არის სხეული და პლასტიკა. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, მაგრამ სხვადასხვა ხერხებით. აი ეს არის. მე მიხარია, რომ მე მაქვს საშუალება მქონდეს შემოქმედებითი ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც აღზრდილია არც მეტი არც ნაკლები ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ და უფრო მეტიც იმ გამონაკლისთა რიგშიც არის, რომელმაც ვახტანგ ჭაბუკიანმა მას, ანუ თქვენ თავისი პატარა
სოლო, ასე ვთქვათ, ეტიუდი დაუდგა და ამაზე აი ეს წიგნი, რომელიც აქ მე მიდევს, ეს წიგნი გამოვიდა 5 წლის წინ, როდესაც ბატონი გია ჯერ კიდევ ძალიან ნორჩი იყო და სულ რაღაც 60 წლის გახდა, თუმცა ისეთი შემოქმედებითი ქარცეცხლებით არის წარმოდგენილი, რომ აქ არის მისი მთელი დოსიე შემოქმედებითი და ამას იმდენი რამე მიემატა ამ 5 წელიწადში, რომ უკვე 300 სპექტაკლს გადასცა და სულ ახლახანს, როდესაც ჩვენ სტუდენტ მსახიობებთან ერთად გამოვშვით ფრანგული კომედია ბლეზი, ეს აღმოჩნდა თქვენთვის 314 სპექტაკლად. ანუ 14 იქნება სეზონის ბოლომდე. კი ბატონო, 311 წარმოდგენა, რომელიც თქვენ ქორეოგრაფიულად გააფორმეთ, თუმცა ამ 311-ში არის დაახლოებით 10-12 წარმოდგენა, რომლის რეჟისორიც იყავით, არა მხოლოდ ქორეოგრაფი. ამ წუთას თქვენ 4 სპექტაკლში ხართ სცენაზე. 3 სპექტაკლი გადის ჩვენი თეატრის რეპერტუარში, 1 სპექტაკლი გადის მარჯანიშვილის თეატრში. ამით თქვენ ერთგვარად პატრონობთ კიდეც თქვენ სპექტაკლებს, იმიტომ რომ მე ვეკუთვნი იმ მაყურებელს, რომელსაც თქვენ სცენაზე მყავხართ ნანახი და ესეთი მინიმალისტური ეპიზოდებით არ გამოირჩეოდით, როცა თქვენ სცენაზე იდექით, მაგრამ აქ არის რაღაცა მხარდაჭერაც, ერთგვარი კონტროლიც და მე ვხედავ, რომ თუნდაც აბსოლუტურად დრამატული კი ქორეოგრაფიული ელემენტებით სპექტაკლი მგლისა და 3 გოჭის სახალისო თავგადასავალი, რომელიც მალე უკვე მე-200-ე წარმოდგენას გამართავს, პრაქტიკულად არის სრული ანშლაგებით დადგმის დღიდან. აი, თქვენი აზრით რა ჭირდება ძალიან პატარა მაყურებელს იმისათვის, რომ მას სულ პატარა ასაკიდან შევაყვაროთ თეატრი. მე მგონი გულწრფელობა. იმიტომ რომ ის პატარა, როდესაც მოდის თეატრში, შენ უნდა ესაუბრო მის ენაზე. ანუ არ უნდა მოახვიო რაღაცეები, შენი ფილოსოფია არ უნდა ჩადო რაღაცა. ის, რასაც აკეთებ, მაგათთვის უნდა იყოს გასაგები და უნდა იყოს სახალისო მათთვის. ამიტომ არის აი ეს 3 გოჭი, რომელიც შენ ახლა ახსენე, რომ რაღაცა იმდენად ხალისობენ, რომ ავიწყდებათ, რომ არიან თეატრში, იქ არის რამოდენიმე ცეკვა. ანუ ფრანგული, ასე ვთქვა, საფრანგეთიდან, ნუ არ აქვს ახლა მნიშვნელობა. კანკანი, სამაია, ის რა ქვია, გიორგუნა, ბავშვები ცეკვავენ, დგებიან და იწყებენ ცეკვას. მე მგონი არა მარტო ბავშვები, მშობლები. და ვთქვა, რომ ანუ ძალიან ბევრჯერ მე ყოველთვის ანუ ვაკვირდები კულისებიდან უყურებ ხოლმე რეაქციას, იმიტომ რომ მაინტერესებს ძალიან ყოველთვის. ხო და ძალიან ხშირად ანუ მამებიც და დედებიც კალთაში რო ეჯდათ ბავშვები სვავენ ანუ სკამზე და იწყებენ თვითონ ანუ ყვებიან იმ ცეკვას და მე მგონი რომ აი ეს არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ის რო სპექტაკლის მერე ძალიან ბევრჯერ მესმის რომ ანუ დედები რო ეკითხებიან მოგეწონა კი მოგეწონა კი კარგია რაღაცა და აი რამოდენიმე დღის წინ ჩვენმა ერთ-ერთმა თეატრის მუშაკმა თქვა რომ ამერიკაში იყო ბავშვი წაყვანილი ანუ ამერიკაში წაიყვანეს და მიიყვანეს ბროდვეიზე და არ მინდაო ბროდვეიზე მინდა 3 გოჭი ნუ ამაზე მეტი და ამაზე სახალხო დღეებში ჩვენ ეს წარმოდგენა სხვა წარმოდგენებთან ერთად ღიაცის ქვეშაც ჰქონდა და ვხედავდით რა ხდებოდა თუნდაც უცხოელი მაყურებლები რომლებიც ტურისტებად იყვნენ ჩამოსული თბილისში როგორ ჩერდებოდნენ როგორ უყურებდნენ როგორ ხალისობდნენ ჩვეულებრივად პატარებთან ერთად ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ თქვენ შენიშნული ხართ საკუთარ დაბადების დღეზე რომ აორთქლდებით ხოლმე ამიტომ ჩვენ 3 გოჭიც დავნიშნეთ 1 აპრილს ასე რომ მთელი დღე თქვენ ხართ სცენაზე იუბილარი არის სცენაზე ეს ჩვენ ძალიან გვახარებს
მოდით აი ესე განყენებულად შეხედეთ ქორეოგრაფ ხელოვანს, მოდი ასე ვთქვათ, ხელოვან გია მარღანიას და აი ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს დასასრულს რას უსურვებდით მას მომავალში? უსურვებდი უკვე იმას საკში ვარ, უსურვებდი ჯანმრთელობას. ეგ თავისთავად. და დანარჩენს ანუ უსურვებდი ყოველთვის ყოფილიყო აი ესეთ ტონუსში და ყოველთვის ყოფილიყო მოთხოვნადი. მე მგონი ჯერობით არანაირი ამის პრობლემა არ დგას, არც შინ და არც გარეთ. მე მაყურებელს ვეტყვი, რომ თქვენ ამ წუთის სტატუსით ხართ ორი სახელმწიფო თეატრის მთავარი ქორეოგრაფი, კოტე მარჯანიშვილის თეატრის და დუმბაძის თეატრის. თუმცა ეს აბსოლუტურად არ გიშლით ხელს, რომ გეოგრაფია, სადადგმო გეოგრაფია დაწყებული, რა ვიცი, ოზურგეთის თეატრიდან დამთავრებული რუსთავის თეატრამდე თუ ამ შემდეგ თქვენ გქონდეთ განხორციელებული სპექტაკლები, აბა სხვანაირად ვერც დაგროვდებოდა 311 წარმოდგენა თავისთავად. რა თქმა უნდა, თანამედროვენი ხშირად ვერც აცნობიერებენ, როდესაც თანაშემოქმედებით პროცესში არიან ისეთ ხელოვანთან, როგორც ბატონი გია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი იმ დღიდან, რა დღიდანაც ბატონმა გიამ აი ესეთი აქტიური თანამშრომლობა დაიწყო და ეს უკვე გრძელდება თითქმის 10 წელი, 8 წელი უკვე დასრულდა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება ასეთ შემოქმედთან, რო აქვს ურთიერთობა განსაკუთრებით ახალთაობას, ახალგაზრდებს. მე ვუსურვებ ბატონ გიას შემოქმედებით წარმატებებს მომავალშიც. 65 წელი ეს არის უბრალოდ თარიღი, რომელსაც არ გვინდოდა, რომ არ გამოვხმაურებოდით, თორემ მისი ენერგიის ადამიანისთვის ეს არის შუა წელი, ალბათ შემოქმედებითი ცხოვრების და ის კიდევ 1000 სხვადასხვა სიურპრიზ შემოგთავაზეს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვისმენდით და გვიყურებდით. ჩვენ შევხვდებით ორშაბათს 6 აპრილს.